ევროპაზე და ევროპასთან ინტეგრირებაზე იქნება ჩვენი შემდეგი საუბარი და ჩვენი შემდეგი სიუჟეტი. საქმე ის არის, რომ პატრანოს გავაკეთებ ვიდრე კურიერის ტრამოგვიახლოვდება, ხო. ჩვენმა გადაცემამ დაიწყო ასეთი რუბრიკა, რომელსაც ქვია ევროპული შუადღე და ამ რუბრიკაში ჩვენ შევეცდებით ჩვენს მოსახლეობას ვესაუბროთ ევროპასთან ინტეგრაციის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, კუთხეებზე, მხარეებზე, სხვადასხვა თემებს გავშლით. დღევანდელი თემა მე მგონია კარგი იყო დებიუტისთვის ამ რუბრიკის, იმიტომ რომ ეხება თითქმის ყველა ოჯახს, ეხება ახალ საგანს, რომელიც 2016 წლიდან ეროვნულ სასწავლო პროგრამაში აუცილებელ საგნად ჩაჯდება. ეს არის თემა, რომელმაც არაერთგვაროვანი, ასე ვთქვათ, გამოხმაურება ჰპოვა დასაწყისიდანვე და მე პირადად ჟურნალისტ მარი შენგელიასთან და ორ არაჩვეულებრივ ოპერატორთან ერთად ჩავატარეთ პატარა ექსპერიმენტი თბილისის ქუჩებში. იმას ვამბობდით, რომ და იმას ვამბობდით, რომ ახალ რუბრიკას ვიწყებთ დღეს ჩვენ სხვა შუადღეში. ძალიან პატარა შესავალი მინდა გავუკეთო, რომ ჩვენს ქვეყანას დეკლარირებული აქვს ევროპული სვლა, ასე ვთქვათ, და ევროპული ინტეგრაცია. თუმცა მაინც საზოგადოებაში არსებობს გარკვეული კითხვები, რა არის ევროპა? როგორ უნდა ვიყოთ, ასე ვთქვათ, ღირსნი, როგორც ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრობისათვის და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ სხვა შუადღე ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით იწყებს სპეციალურ პროექტს, რომელსაც ქვია ევროპული შუადღე. ევროპული შუადღე და დღევანდელი სასაუბრო თემა იქნება ახალი სასწავლო საგანი მე და საზოგადოება, რომელიც მომავალი წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩაეშვება. ამ საგანზე დეტალურად ვისაუბრებ ჩვენი გადაცემის დასკვნის ნაწილში, მანამდე კი მე როგორც გითხარით ჟურნალისტ მარი შენგელიას და ოპერატორ სანდრო მაჭავარიანთან და ლექსო თვარაძესთან მინდა რომ ვახსენო, იმიტომ რომ კარგად ვიმუშავეთ ერთად. წავედით ქუჩებში და გამოვამზადეთ სიუჟეტი. ნახოთ ერთად. სიგარეტის ნამწვავები, ყავის ნარჩენები, ჩიფსის ნარჩენები, ცელოფნის პარკები, შაქრის ქაღალდები, მოკლედ ნაგავი იქ, სადაც ამდენი ბავშვია. ყველა ვიცით, რომ წარმატებული და განვითარებული სახელმწიფო მაღალი სამოქალაქო კულტურის მქონე ადამიანებისგან შედგება. როგორია ჩვენი, ჩემი, თქვენი, ჩემი მეგობრების სამოქალაქო კულტურა? როგორც ხედავთ, არც ისე მაღალი. ჩვენ ძალიან ბევრი რამე უნდა ვისწავლოთ კიდევ. როგორ არ უნდა დავყაროთ ნაგავი, ჩვენივე საკუთარი ნაგავი ქუჩაში. როგორ უნდა დაუთმოთ ფეხით მოსიარულეებს? სად უნდა გავაჩეროთ მანქანები? ახლა მე ტროტუარზე ვარ. ხედავთ, რამდენი მანქანაა, თუმცა ოფიციალურად მანქანების სადგომზე დგანა. ტორმოზები არა გაქვს? ტორმოზები არა გაქვს, მითხრა. ყველა გამოჩენილი მეცნიერი ან ექიმი ვერ გახდება. ნობელის პრემია მხოლოდ ერთეულთა ხვედრია. რამოდენიმე მხატვარი იქცევა მხოლოდ გენიოსად მოზრდილობაში. მაგრამ კარგი მოქალაქე ყველა შეგვიძლია რომ გავხდეთ. საინტერესო რას ფიქრობენ სკოლის ასაკის ბავშვები ამ საკითხზე.
ქუჩაში წააწყდი რაღაცა სამართალ დარღვევას, აი სხვადასხვანაირს ან რომელიმე მათგანს. როგორ იქცევი ხოლმე ამ შემთხვევაში? მე არაფერს შუაში არ ვარ ალბათ და არაფერს არ ვიზავდი, იმიტომ რომ თვლი რომ არაფერს შუაში არ ვარ და ჩემი საქმე არ არის, რაც ხდება. ჯერ მე შეუსწორებ თუ რამე ისეცია და თუ ვერ გაიგო, ალბათ უბრალოდ ჩავარდებ. ხედავ რომ შენ თანატოს ვიღაცა უცნობი, აი ჩაგრავს რა, ან ფიზიკურად, ან სულ შეიძლება არც ეხება, მაგრამ აი სიტყვიერად. თუ ვიცნობ ან ახლობელია მაინც მივალ და დაუძები გვერდში, მაგრამ თუ არ ვიცნობ და ის უბრალოდ გავაშველებ და მივიდოდი და ვეტყოდი რომ ხა არ არის ხა ეგ რა უძელობა მეთქი და არ შეიძლება ხალხთან ისე ხალხის წინაშე. და თუ შენზე უფროსები იქნებიან? რა ვიცი, შენზე უფროსები თუ არიან? მაინც ახლა ცოტა შემწყვება შენზე უფროსები რა იყვნენ. თუ რამე შესაძლებლობა მექნება, ჩემი დავეხმარებიან, ხელს შეუწყობ. თუ არ და დავრეკავ სადმე პოლიციაში ან ისეთ ადგილას, სადაც მოვლენ და დაეხმარებიან და კარგი, პოლიციის ნომერი იცი? კი. 911 911 თუ ქონია შეხვედრა, თუ დაგინახავს, ან როგორ მოიქცევი, თუ დაინახავ, რომ ნაგავს ყრის ადამიანი, აი რაღაცის ნარჩენს აგდებს პირდაპირ, ან მანქანიდან ისვრის. თუ ახლა ჩემ წინ მიდის, უფრო ისე ვეთყრავ, აი რაღაც დაგივარდათ, რომ მიხდეს, რომ აიღოს და თუ ახლა მანქანიდან ისვრის, ვერ გავაჩერებ და ვერ ვეთყვი, რომ აგიღეს. თუ ხედავ ხოლმე რომ თქო რაღაცა პარკი გძიან რაღაცა ყოველთვის ვიღებ ხოლმე და მე ვაკეთებ. შეგიმჩნევია სხვა რო აკეთებს, რა მეგიქნია, ან კი მიხნია. ამიღია და ჩამიგდია ბავშვი. და მაგრამ ხალხთან ეს მომიკეთებია თითქოს რაღაცა. მიდიხარ და ხედავ, რომ ვიღაცამ შეჭამა ნაყინი და დააგდო. ძირს. ეხა მე და შენ მანქანების სავალ ნაწილზე ვარ, თუ ტროტუარზე ვარ? არა, მანქანები აქ დადიან და. ეს არის ტროტუარი. ამჟამად ახლა მანქანა. სადაც. მოკეთ, სად ვიყავით? მიდის ვიღაცა ნაყინი და დააგდო ნაყინის ხაღალდი ძირს. ან წინ მიმავალმა მანქანამ ცარიელი ბოთლი გადმოაგდო ფანჯრიდან. როგორ მოიქცევი? ავიღებდი და ჩავაგდებდი. და თუ ანუ ახლა მანქანას ვერ დავეწეოდი, თუ გაეტარესდა. დაცი, შენ ხარ 9 წლის. დიახ. მე-5 კლასში. და იცი რომ კონკრეტულად შენ დაჩის შენი უფლებები გააქვს? არა. არიცი, არც ერთ შენი არავის არ მოუყოლია შენთვის რომ გარკვეული უფლებები გაგაჩნია. და უცებ რომ დაირღვეს შენი უფლებები, როგორ უნდა მოიქცე? არ ვიცი, ჩემი უფლებები და როგორ დაირღვევა რა? დიახ. შენ იცი რომ 10 წლის მიხეილს აქვს თავისი უფლებები. ეს შენ კი. იცი, რომელი შენი უფლება იცი, მაგალითად? თუ გაგახსენდება? დავი არაფერი არ არ გახსენდება? მოგეთხოვაში ალბათ რჩევას მშობლისგან ან უფროსისგან მივიღებდი. და თუ მშობლისგან იგრძენი შენ რომ შენი უფლებები ირღვევა? თუ მშობლისგან ვიგრძენი, მაშინ თუ ჩემი უფლება დაირღვა, მივალ აუცილებლად და ვინმე შევატყობინებ ამ ყველაფერს, რომ როგორმე შევატყობინო და გამოსწორდეს ეს ყველაფერი. და თუ დაირღვევა შენი უფლებები, იცი როგორ უნდა მოიქცე? და დავრეკო ცხელ ხაზზე. შევთხოვი ცხელი ხაზის ნომერიც ხომ არ იცი? არა. როგორც ბავშვებთან საუბარმა დაგვანახა, პასუხისმგებლობის გაზიარება და რაც თავარია პრაქტიკული მონაწილეობის მიღების მოთხოვნილება იმ რთულ პროცესში, რომელიც კარგ მოქალაქედ ჩამოგვაყალიბებს, ადრეულ ასაკში უნდა დავიწყოთ და განათლების სისტემაში უნდა დავამკვიდროთ. სწორედ ეს მიზანი აქვს საგნის მე და საზოგადოების ეროვნულ სასწავლო გეგმაში დამატებას. დღეს შევხვდი ბავშვებს, ისეთი ძალიან მარტივი კითხვების შედეგად გაირკვა, რომ მაინდა-მაინც კარგად არ არიან გათვითცნობიერებული არც საკუთარ უფლებებში და არც
იმაში თუ როგორ უნდა მოიქცნენ თუ წააწყდებიან სამართალ დარღვევას. ჩვენ ვხედავთ პრობლემებს სკოლაში, პრობლემებს ქუჩაში, პრობლემებს საზოგადოებაში, თავშეყრის ადგილებზე. აქ რომ დადგეთ და უბრალოდ დავკვირთ, მე ხშირად როცა გაჩერებაზე ვდგავარ და უყურებ, როცა წითელზე გადადიან მოქალაქეები. როდესაც ნაგვის ურნამდე არის 5 მეტრო და არ გაივლის და ნაგავს დააგდებს იქ, სადაც დგას. ჩვენ ვხედავთ ამ პრობლემებს, მართალი გითხრათ და ამიტომ ძალიან მომწონს და მიმაჩნია, რომ კარგი გადაწყვეტილება თუ კი 2016-2021 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ნამდვილად იქნება საგანი მე და საზოგადოება, ანუ სამოქალაქო განათლების პირველი ნაწილი იქნება ეს, რომლის სწავლაც დაწყებითიდან დაიწყება და მიმაჩნია, რომ მოსწავლეებმა სწორედ დაწყებითიდან, აი პატარაობიდანვე შეიგნონ, რას ნიშნავს იყო ღირსეული პიროვნება და რას ნიშნავს, რომ იყო კარგი მოქალაქე და რომ მოქალაქეობა არ არის მარტო თქვათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელშიც გვარი და სახელი გიწერია. არამედ მოქალაქეობა ნიშნავს, რომ შეცვალო, შესრულო ასებული გარემო, ისეთად აქციო, როგორიც შენ გინდა, რომ იგი იყოს. ლევან, როგორ ფიქრობ, რა საკიდან უნდა დაიწყოს ბავშვების სამოქალაქო კულტურის აღზრდა? მე მგონი, რაც უფრო პატარა ასაკიდან დავიწყებთ, მით უფრო უკეთესი არის. ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი მახსენდება ჩემი წარსულიდან, როდესაც შვეიცარიაში ძალიან ხშირად სახლებში, სხვადასხვა ოჯახებში ხდებოდი ესეთი სტიკერს გაკროს მაცივარზე და ნუ ესეთი ბავშვი ეხატა, რაღაც ცოტა უცნაური ის იყო, გარკვეულ ცხელი ხაზის როგორ ჩანს ტელეფონი ქონდა, ნუ ბევრ ადგილას წავაწყდა და მე ჩემ მეგობართან, რომელსაც 6 და 8 წლის ბავშვი ყავდა სახლში, ვკითხე რომ ეს რა არის მეთქი ბოლოს რა ყველგან რატომ არის გაკრული? მითხრა ძალიან მარტივად, მე და ჩემ მაცოლმა პირველ რიგში ვიცით რომ ჩვენ არ დავიღლებით ბავშვს ავუხსნათ რაღაცა პრობლემები და მას არ დავსჯით, ამიტომ მშობლობისთვის ჩვენ მზათა ვართ და დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდი მშობლობისთვის და მეორე რაც ყველაზე უფრო მთავარი არის, ამიტომ მათ არ ცხენიათ რომ ეს სტიკერი არის და უხერხულობას არ უქმნის თავის ბავშვსაც კი, იმიტომ რომ ბავშვს უკვე მონიტორინგის ქვეშ აყავს თავისი მშობელი, მაგრამ ეს მათ უხერხულობას არ უქმნის და მეორე რაც თავარია, ჩემთან სახლში დადიან ჩემი ბავშვების უამრავი მეგობრები. მე არა ვარ დარწმუნებული რომ მათ მშობლებს ეს სტიკერი აქვს გაგრული. ცოტა ხინს ხედავ რომ ერთ საგნად აპირებენ ამის სწავლას. რეალურად ეს უნდა იყოს გაწოვილი მთელ კურიკულუმში, უნდა იყოს ყველა საგანში წარმოდგენილი. იმდენად უცნაურადაც კი, თითქოს მათემატიკის ამოცანაშიდაც კი. შესაძლებელია მათემატიკური ამოცანაც პირობა დაწერილი იყოს ადამიანის უფლებების კუთხით. შესაძლებელია რაღაცა ბიოლოგიაშიც იყოს. ყველგან უნდა იყოს გაწოვილი ბავშვს ყოველწუთიანად. ისევე როგორც გარემოს დაცვითი განათლება ერთ საგნად არ შეიძლება ასწავლო. ეს უნდა იყოს გაფენილი და შეწოვილი მთლიანად მთელს კურიკულუმში. მე დღეს საინტერესო დღე მქონდა. ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე, საინტერესო ინფორმაციაც მოვისმინე და ყველაფერმა ამან დამარწმუნა, რომ კარგ მოქალაქეობას სწავლა უნდა. ამ სწავლას რაც უფრო ადრე დავიწყებთ, მით უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვით ჩვენ შვილებს და მით უფრო კარგ მოქალაქეობას ჩამოვაყალიბებთ. დავამთავრებ იმით, რითაც დავიწყებ. წარმატებული განვითარებული სახელმწიფო, კარგი მოქალაქეების გაშედგება.